სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ქრისტე აღსდგა. მას შემდეგ რაც ღმერთმა შექმნა თავისი მსგავსი თავისუფალი და გონიერი არსებანი, ნებელობის მქონენი ანგელოზები და ადამიანები, მას შემდეგ ამ თავისუფალ გონიერ და ნებელობის მქონე არსებებს დაუდგათ არჩევანი: ღმერთი და სიცოცხლე თუ უღმერთობა და მარადიული სიკვდილი. და დაიწყო ბრძოლა პიროვნულობასა და ინდივიდუალის შორის, ეგოიზმსა და სიყვარულს შორის, ეშმაკსა და ანგელოს შორის. და როცა ადამიანი შეიქმნა, ამ ბრძოლამ გადაინაცვლა მის გულში და ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება. როდესაც ღმერთი ადამიანად მოვიდა, ბრძოლა გამძაფრდა. ცხონება ერთის მხრივ გაიოლდა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია ღმერთს მოусმინოთ და მას შევეხოთ და მისი ნაწილი გავხდეთ და აქედან გამომდინარე თავად გადავიქცეთ ღვთის ტაძრად, გავხდეთ ღმერთის შვილები. მეორე მხრივ, თუ ჩვენ ამას ვერ დავინახავთ და უგულებელს ყოფთ, მაშინ უდიდესი არა პასუხისგებლობა გონიერი და ნებელობის მქონე არსებისა, მართლა დატვირთული ამ პასუხისგებლობით ჩვენი არასწორი არჩევანის გამო, რომ სიცოცხლეზე უარს ვამბობთ, რა თქმა უნდა, დავიჯებით, თუმცა დავიჯებით არა ღმერთისგან, არამედ ყოფიერების კანონისგან. და რა არის ყოფიერების კანონი? არის სიცოცხლე და არის სიკვდილი. აი ეს არის ყოფიერების კანონი. სიცოცხლე ეს არის მარადიული ღმერთი, ხოლო სიკვდილი ეს არის თავისუფალი არსებების მიერ უარის თქმა მარადიულ ღმერთზე, თავისი თავისუფალი არჩევანით. და ასე ამგვარად იქმნება სიკვდილი, თორე სიკვდილი ღმერთის ქმნილება არ არის. შესაბამისად, ჩვენზეა დამოკიდებული. ამ ბრძოლაში ჩავებით ჩვენც. ჯერ იმით, რომ ადამიანებად მოვივლინეთ ამ ქვეყანაზე და ადამიანები ვართ უკვე ამით და როცა ქრისტიანები გავხდით. როცა თქვით, რომ ჩვენ შეუდგებით ქრისტეს, როცა ჩვენ მივანერწყვეთ ეშმაკს და უარი ვთქვით მის ბოროტ საქმეებზე, როცა ჩვენ ვაღიარეთ, რომ გვწამს იესო ქრისტე როგორც ჩვენი არა მარტო ღმერთი, არამედ მეფეც და როდესაც ჩვენ აღვიარეთ ასევე, რომ ესე იგი მივისწრაფით მარადიული სიცოცხლისკენ. აი მაშინ ჩვენ ამ ბრძოლაში ჩავებით და ჩვენ ეს უნდა კარგად გვახსოვდეს. ჩვენ ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ჩვენ არ უნდა გქონდეს ილუზია, რომ 60-ში ვართ უკვე, არსადაც არა ვართ უკვე, ჩვენ ვართ ომში. ომს შეიძლება მოყვეს გამარჯვება და ტრიუმფი და ომს შეიძლება მოყვეს დამარცხება და სირცხვილი. და აი ამ ბრძოლაში ვართ ჩვენ და თან უფალი მრავალგზის გვაფრთხილებს, რომ ამ ომში ვართ ჩაბმულები ჩვენ. ეს ომი სასტიკია. სასტიკია იმიტომ, რომ ის ვინც აირჩია სიკვდილი, იმას ძალიან არ უყვარს ქრისტე და ვინც მისი მემდევარია, ზულს ქრისტე. აქ უბრალოდ ის კი არ არის, რომ აი ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს, რომ ხო, კაი, ხო იყავი შენც, არა, ზულს. აი ჯვარცმა ერთის მხრივ რომ არის სიყვარულის გამოვლინება ღმერთის ადამიანისადმი, უდიდესი გამოვლინება. და მეორე მხრივ ეს არის კაცობრიობის სიძულვილის გამოვლინებაც არის ღმერთისადმი. გესმით? აი ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ და თან უფალმა გვაფრთხილა. მე თუ მდევნეს, თქვენც გდევნია. ეს ქრისტეს სიტყვებია სამყაროს შემოქმედის. ამიტომ ამ ბრძოლას ყველანი გავდივართ. ყველა თავის ასპარეზზე, ყველა თავის საზომისაებრ, ყველა თავის შესაძლებლობების ფარგლებში, იმ ლეგიტიმაციით, რაც მას გააჩნია, რაც ღმერთისაგან მოცემულია, იმ ნიჭის შესაბამისად. აი დღესაც საქმე მოციქულთაში ვკითხულობთ, ხო? აი როგორ ებრძვიან მოციქულებს, რომლებიც ქრისტეს ქადაგებენ, ისინი, ვინც ქრისტემ მოკლეს, ეხლა ცდილობენ, რომ ეკლესიას გაანადგურონ და თვითსუქნებენ. აკი სასტიკად აგიგრძალეთ, რომ აღარ გესწავლებინათ ამ სახელით, ანუ იესო ქრისტეს სახელით არ გესწავლებინათ. სასტიკად განკურნეს, ხო, ქადაგებდნენ და სასწაულები ხდებოდა და დაიჭირეს, შეიპყრეს, გაროზგეს, ცემეს, მერე განთავისუფლეს, იმიტომ რომ ხალხი შიშფოთი არ უნდათ. მერე ისევ ისინი აგრძელებენ, მაინც არ ჩერდებიან, აუგზალეს და მაინც აგრძელებენ, მერე ისევ დაიბარეს, აკი სასტიკად აგიგრძალეთ, არ გესწავლებინათ. და აჰა თქვენი მოძღვრებით აგივსიათ იერუსალიმი, გაბრაზებულები არიან.
და მოციქულები საინტერესო პასუხს ემენ და აბინეუნება მას ესენი არიან იმდროინდელი ავტორიტეტნი რა ისინი ვის პასუხისგებლობაშიც არის პოლიტიკურის და რელიგიოზური და რელიგიური ცხოვრებაც პეტრემ და მოციქულებმა პასუხად თქვეს ღვთისმორჩილება უფრო გმართებს ვიდრე ადამიანების განსაჯეს თუ თქვენ ახლა ღმერთს დაუჯეროთ თუ თქვენ დაგიჯეროთ ხო აი ესე აი აქ ძალიან საინტერესოა ეს სიტყვა დავიმახსოვროთ ღვთისმორჩილება უფრო გმართებს თუ ადამიანების რატომ დავიმახსოვროთ ამას ქვემოთ გეტყვით მაგრამ ზოგადად როცა ადამიანი იგივე ეკლესიის წიაღში მაგალითად ჩვენ ახლა თუ ყურადღებით ვაკურდებით როგორ ვითარდება ჩვენი საეკლესიო ცხოვრება ამ ბოლო პერიოდში ბოლო 30 წელიწადში დავინახავთ უამრავ ადამიანს ეკლესიის წიაღში რომელიც ქრისტეს სახელით ებრძოდა და ებრძვის ეკლესიას, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ანუ ქრისტეს სახელით ებრძვის ქრისტეს სხეულს, ქრისტეს სახელით ებრძვის მის ერთგულ შვილებს, მათ შორის კათოლიკოს პატრიარქს და დღემდე გრძელდება ეს რას ნიშნავს? აი როგორც უფალი ამბობს, რომ როცა დაგხოცავენ თქვენ, ეგონებათ, რომ ღმერთს სვერპლი შესწირეს. სათუო საკითხია, აი როგორ რას ნიშნავს მორჩილება ღმერთის? აი მე ქრისტეს სახელით რომ ვებრძვი ქრისტეს ეკლესიას. მის წმინდა ადამიანებს და ეხლა კი არ ხდება ეს. აბა გადახედეთ ეკლესიის ისტორიას. იონე ოქროპილს ვისი სახელით ებრძოდნენ და ამ დიდებულ ადამიანს 6 წლის მერე არ მისცეს საშუალება კონსტანტინოპოლის პატრიარქი ყოფილიყო და ვის სახელით ებრძოდნენ? ქრისტეს სახელით. გრიგოლი ღვთისმეტყველი დაახლოებით 2 წელი აიტანეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე. გრიგოლი ღვთისმეტყველი, ადამიანი ანგელოზი. გესმით? ვისი სახელით ებრძოდნენ მას? ქრისტეს სახელით ებრძოდნენ მას. და ასე შემდეგ ეს ასე ხდებოდა ყოველთვის. ასე ხდება ახლაც, არაფერი ახალი არ არის. და ნახეთ, რადგან ქრისტეს სახელით არის ბრძოლა, ქრისტეს წინააღმდეგვე, როგორი სიბრძნე, ოღონ არა მიწიერი, არამედ ღვთაებრივი უნდა კონდეს ადამიანს, რომ შეცდომა არ დაუშვას და არ დადგეს ქრისტეს მტრების ხარეზე. და ისე არ მივიდეს სიკვდილამდე, რომ გონია, რომ ქრისტეს სახელით იბრძვის და თავი არ დაიღუპოს. და რას ნიშნავს ეს ღვთისადმი მორჩილება? როგორ უნდა გავიგოთ? რა გარანტია არსებობს, რომ ღვთისმორჩილებით ვცხოვრობ? რა პრევენციული ზომა არსებობს? ამას კიდევ მიუბრუნდები. ჩვენი მამების ღმერთმა ეხლა ეუნებიან ესენი მოციქულები მათო. აღადგინა იესო, რომელიც თქვენ ძელზე დაკიდეთ და მოკალით. ანუ ამხელენ. თქვენ ქრისტე მოკალით, ღმერთი მოკალით. რომელიც ღმერთმა აღამაღლა თავის მარჯვნივ, იგი არის ჩვენი წინამძღვარი და მაცხოვარი და მთავარი მე როგორც პავლე მოციქული იტყვის. რატომ? რათა სინანული და ცოდვათა მიტევება მიეცეს ისრაელს, ანუ ღვთის შეულერს ამ შემთხვევაში ჩვენს ქართველებს. სინანული, ანუ განკაცებული ღმერთის ჯვარცმა და მერე მისი მარადიული მღვდელმთავრობა, რომელიც დღესაც ახსრულდა წირვის სახით, ეს მისგან ახსრულებულია. გესმით? ისასრულებს ამ მსახურებას, მისი ეს სიკვდილი ჩვენში ბადებს შესაძლებლობას მეტამორფოზის, ანუ სინანულის და განკურნების, ანუ ცოდვათა მიტევების. ამიტომ ამბობს, ესე იგი აღამაღლა ღმერთმა იგი ჩვენს მაცხოვრად წინამძღვრად, რათა სინანული და ცოდვათა მიტევება მისცეს ისრაელს. და ეხლა ეუნებიან, აი ესე მოხდა და თქვენ ამას მიიღებთ, გამოიყენებთ, არ გამოიყენებთ, თანჩინ თქვენიცით. და ეს რომ ასია, ამბობენ მოციქულები და 2000 წელი ეკლესია ამბობს ამას. ამ სიტყვების მოწმენი, დამოწმებელნი და აი აქ არის აი ძალიან დიდებული სიტყვები. ვართ ჩვენ და სული წმინდა ღმერთი. აი აქ ეს როგორც პავლე მოციქული რო ამბობს, რომ ჩვენ ვართ მოქალაქე თანამუშაკნე ღმერთისა. აი სული წმინდა ღმერთი მარტო კი არა მოწმებს. რა თქმა უნდა ადამიანს არ შეუძლია მარტო დაამოწმოს. ვინ ახარ შენ როგორ უნდა დაამოწმო, რომ ქრისტე ღმერთია, როგორ უნდა დაამტკიცო ეს. აი სული წმინდა ღმერთთან ერთად რომ ხარ, აი ეს ამოწმებს, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, ჩვენი გადამჩენელი, ჩვენი მაცხოვარი. ესე იგი ღვთისმორჩილება, რა წეღარო ვთქვით, ღვთისმორჩილება გმართებს და ღვთისმორჩილების სახელით რო ეკლესიას ებრძვიან, ის რო არ დაგვემართოს. ღვთისმორჩილება ნიშნავს, რომ შენში სული წმინდა ღმერთია. ეხლა ადამიანი იტყვის, რომ ისიც იტყვის, რომ ჩემში სული წმინდა ღმერთია, არა. ის ვიშიც სული წმინდა ღმერთია,
ესე იგი ის არის ტაძარი ღვთისა, მას ახასიათებს ერთი თვისება, ის თავის თავდაბლობით და თავისი მორჩილებით და თავისი გულმოწყალებით და თავისი სიმშვიდით და თავისი უცნაური, გაუგებარი, უპირობო სიყვარულით გავს ქრისტეს. ასეთი იყო ჩვენი პატრიარქი. ვერ ვიგებთ, რას ნიშნავს იყო ტაძარი ღვთისა, რას ნიშნავს შენში სულიწმინდა ღმერთი გიებდეს, ვერ ვიგებთ ამას. ქრისტეს ემსგავსები, აი ამას ვერ ვიგებთ. ეს არის ჩვენთვის აუტანელი. ამას სოფლის სულით გაჯერებულ ადამიანებს ამას ელაპარაკები. თუ არჩევანი უკვე გაკეთებული აქვთ, ყოფიერებითი ეგზისტენციალური არჩევანი თუ გაკეთებული აქვს ადამიანს და უბრალოდ ჯერ უბრალოდ ბიოლოგიურად ცოცხალია და ღვთის წინაშე არ წამდგარად, მაგრამ არჩევანი გაკეთებული აქვს და ღვთის განგებულებით რატომღაც ამ ქვეყანაზე არსებობს, ესეთი ადამიანების ესეთია სოფლიოს უდიდესი ნაწილი. ქრისტიანები ვართ მცირე სამწყსო. საიდან ვიცი, ესე ამბობს ქრისტე და მიდი ხა ვეკამათოთ მაცხოვარს. სამწუხარო რეალობაა. ესე იქცევიან ადამიანები. ხო და აი ეს ადამიანები, რომლებსაც თან ყველაზე საშინელი როცა ქრისტეს სახელით იბრძვიან ქრისტეს წინააღმდეგ, როდესაც შენ ამას დაუმოწმებ და ეტყვი, კი ვერ იგებენ. ვისაც არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს, ეგზისტენციალური არჩევანი ვისაც გაკეთებული აქვს, რაც მეტად დაუმოწმებ, რომ შენი სიტყვა და შენი მოქმედება და ის მდგომარეობა და ვთქვათ რაღაცა პოზიცია თუნდაც ეკლესიის არის ჭეშმარიტება, უფრო ბრაზდება, უფრო მძვინვარებს. და აი ამიტომაც წერია, ხოლო ისინი ხო ამას ეუბნებიან, ხოლო ისინი ამ სიტყვების გაგონებაზე გულზე სკდებოდნენ და უნდათ ბოლო მოეღობთ მათთვის. გესმით? აი ეს ემართება ადამიანს. და როგორც ყოველთვის ახლა ჩვენ მე ვეძებთ ჩვენ ადგილს, ჩვენ სად ვართ აი ახლა აქ ასეთ დროს, სად ვართ? როგორ ვიცხოვროთ, რომ სულიწმინდა ღმერთი იყოს ჩვენი მასწავლებელი და ჩვენ მასთან ერთად ვმოწმობდეთ ჭეშმარიტებას, ანუ ქრისტეს ღმერთობას და რომ ქრისტეს მისტიკური სხეულია ეკლესია და ამ შემდეგ ამას როგორ ვაკეთებდეთ, როგორ ვმოწმობდეთ, რომ ამას ვმოწმობდეთ და არა ქრისტეს სახელით ვებრძოდეთ ისევ ქრისტეს, როგორ გავაკეთოთ ეს, როგორ უნდა ვიცხოვროთ, მაგერ იოანეს სახარებაში კითხულობთ აი ეს საინტერესო ადგილები წმინდა წერილისა, როგორი ურთიერთობა აქვთ ქრისტეს და მოციქულებს ერთმანეთთან და ეს რა თქმა უნდა ჩვენ გვეხება. იოანეს სახარებაში კითხულობთ. გახსოვთ წყალზე რომ მოდის. და ესენი არიან ზღვაში, ეს ხო რეალურად მოხდა და სიმბოლოც ხო არის, ზღვა ხო ამასოფლის სულია და ნავი არის ფაქტიურად ეკლესია. და ანუ ჩვენი ერთობა. და ღელვაა და რამისაა ჩაიძიროს თან ღამია, ანუ ღამე ხო სიბნელეთ, მადლის მოკლება, ღვთის ვერ შეგძნება, გესმით, აი ეს მდგომარეობა მოკუფრულიაცა ყველაფერი და რაც ჩვენ ამ სოფელს განასახიერებს და უფალი წყალზე მოდის. წყალზე მოსვლა მისი ნიშნავს მის ღვთაებრივ ძალმოსილებას, მის მოსვლის და ჩვენთან ყოფობის მოულოდნელობას, თითოეული ჩვენგანის გარდაცვალებაში მის წინაშე წარსდგომას, უფლის დიდებით დაბრუნებას, ბევრ რამეს ნიშნავს, როცა წყალზე მოდის. და პირველი რასაც ამბობს, მე ვარ ნუ გეშინინ. აი ეს ნუ გეშინინ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვაა ბიბლიაში, ნუ გეშინია ღმერთის, აი ეს ნუ გეშინია ღმერთის სიტყვას შორის ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვაა. ნუ გეშინია, მაგრამ ნუ გეშინიას წინ აუსწრებს. მე ვარ. ეს არა მარტო გრამატიკული ესეთი უფრო სწორედ არა მარტო ესეთი მიმართვითი ფორმაა, რომ მე ვარ ნუ გეშინიათ, არამედ მე ვარ ეს არის ღმერთის სახელი, ის სახელი, რომლითაც ღმერთი გაეცნო მოსეს, როცა მას დაავალა ეგვიპტიდან ისრაელელების გამოყვანა. მე ვარ ეს უმნიშვნელოვანესი სახელი და აი როცა ჩვენ ამასოფლის ოკეანეში ეს ვიგვემებით და ჩვენ ესე იგი არ ვიცით რა იქნება და როგორ იქნება ხვალე, თუ ჩვენ ნამდვილი ქრისტიანები ვართ, შიშიც გვიპყროს, ამიტომ გვახსოვდეს, რომ ყველაფრის და მიუხედავად ღმერთი, რომელიც არის ყოფიერების საწყისი, პიროვნული საწყისი, მე ყოფიერება ვარ, აი ღმერთი, რომელმაც სამყარო შექმნა და არის ცოცხალი, ამას ნიშნავს მე ვარ, ის არის ჩვენთან და არ უნდა გვეშინოდეს. მიუხედავად სიბნელისა, მიუხედავად ღელვისა, მიუხედავად ჩაძირვის საშიშროებისა, არ უნდა გვეშინოდეს, იმიტომ რომ ღმერთი, რომელიც არის მე ვარ, ანუ ყოფიერების საცოცხალი საწყისი არის ჩვენთან. ეხლა აქ საოცარია იოანეს სახარებელი წერს ამას,
და სხვა არც ერთი არ აღწერს ამას ასე უცნაურად და დაწვრილებით. ნახეთ რა საინტერესო რამეა. უნდა მათ, ეხლა მათ უნდა რომ შეიყვანონ თავის ნავში, ხო? და გადარჩნენ. და როგორც კი ნავში უნდა შეყვანა, უცნაურ რამეს ამბობს იოანე მოციქული. როგორც კი უნდათ რომ შეიყვანეს იგი ნავს ამას, მეხსეულად და შუა ზღვაში არიან კაცო. ანუ ის გალილეის ზღვა რასაც არის, ტბა, დიდი ტბა არის, ძალიან ხელვა იცის და მეხსეულად, ანუ წამის ყოფაში, უცნაურად სასწაულებრივად იპოვა ნავი იგი ქვეყანას ამას, ვიდრეცა მიდიოდნენ. ანუ ნავსაყუდელში აღმოჩნდნენ. ანუ შუაში კი აღარ იყო, უფალი რომ ამოიყვანეს და უცებ არიან ნაპირზე, სასწაული მოხდა. აი, როგორც ვკითხულობთ ხოლმე, ხო, ღვთისნებაზე, ღვთისნება არის მყუდრო ნავსაყუდელი. ანუ ღმერთს რომ დაუჯერეს, არ შეეშინდა და მიიღეს თავის ჯერ მოჩვენება ეგონათ, ხო, ეს წყალზე რომ მოდის გაფრთხენ. ანუ ის რომ მიიღეს და თავის თავში შემოუშვეს, იმ წამსვე მყუდრო ნავსაყუდელში აღმოჩნდნენ. იმ წამსვე. ეს არის ჩვენთვის სამაგალითო, როგორც კი ჩვენს გულში ქრისტე შემოუშვებთ, იმ წამსვე დაწყნარდება ამასოფლის ზღვა ჩვენთვის და ჩვენ ვიქნებით ქრისტესთან მყუდროდ. და აქ არის კიდევ ერთი საინტერესო. მიუგო იესო და რქვა მათ. ეს უკვე შემდეგ უკვე ხალხს როცა ესაუბრება, რომლებსაც აჭამა 5000 კაცი რო განაცხო. მარტო კაცი და კიდე ქალები იყვნენ, ბავშვები იყვნენ, რა ვიცი 20-25 ადამიანი იქნებოდა, 5 პური ქონდა 2 თევზი. ასე ამტრებს და არ თავდება და აძლევს მოციქულებს, მოციქულები მათ აძლევენ და იმათ ესე იგი მშიერი და უცებ შრომის გარეშე დაძღნენ უცებ თევზი, პური და ამინ და მეფეთ კურთხევა უნდათ ქრისტეს. იდეუნება ამინ გეტყვით თქვენ მეძიებთ მე არათუ რამე თუ ხილეთ სასწაული, ანუ სასწაული ამ შემთხვევაში არა როგორც რაღაცა მეტაფიზიკური მოვლენა, არამედ როგორც ნიშანი, სასწაულს აქ ეს განმარტება, ნიშანი. ანუ თქვენ იმიტომ კი არ მეძებთ, რომ ნიშანი იხილეთ, რომ თქვენთან ღმერთია. ამიტომ კი არ მეძებთ. არამედ რამე თუ სჭამეთ პურთა მათგან და განზეხით. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ნიშანი იხილეთ, რომ თქვენთან ღმერთია, თქვენ კი არ გაინტერესებთ. თქვენ გაინტერესებთ ის, რომ გაძეხით და კიდე გინდათ გაძღეთ და შემდგომში სულ გაძღეთ და თქვენი მეფე გავხდეთ და სულ შრომის გარეშე რომ იყოთ გამძღარნი. ანუ ხორციელი ცხოვრების გარდა არაფერი გაინტერესებთ. ეს არის მამხილებელი მათ შორის ჩვენთვის, იმ ქრისტიანებისათვის, რომლებსაც ეკლესიაში ვართ რა, სულ ჩვენი სათხოვარი და ჩვენი პრობლემა და ჩვენი ტკივილი მხოლოდ მიწიერ დისკომფორტს და კომფორტს ეხება. როცა მე დისკომფორტი მაქვს, წუწუნებ, როცა კომფორტი მაქვს, მიხარია და ერთიც და მეორეც, დისკომფორტის და კომფორტის მაცილებს ქრისტეს. კომფორტი, ესე იგი, თავდავიწყებაში ვარდები და მიწიერი მხიარულებით ქრისტე მავიწყდება, ხოლო დისკომფორტით კი და ტრაგედია ხდება ჩემს ცხოვრებაში, ესე იგი, დეპრესია, მწუხარება, სულმოკლეობა, მრისხანება, სიძულვილი და რწმენის დაკარგვა. გესმით? აი ეს არის ის, რასაც უფალი ახლა აქ გვამხელს, რომ თქვენ გინდათ, ესე იგი, მიწიერი კომფორტი მარტო და ღმერთის მიერ მოცემულ ნიშნებს, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში უამრავი, ამას ვერ ვხედავთ. იქ მოდეთ ნუ საზრდელსა, წარსაწყმოდელსა, არამედ საზრდელსა, რომელიც ზგიეს ცხოვრებას საუკუნო, ანუ პური არსობისა. ანუ ჩვენ გვინდა ის საზრდელი, ანუ ჩვენი ყოფიერების გარანტია, ჩვენი სიცოცხლის გარანტია არის ღმერთი, რომელიც არის ზეციური პური. და ეს ზეციური პური, ანუ საზრდელი, რომელიც მარადიულ სიცოცხლეს გვანიჭებს, ეს არის ამას გვაძლევს ძე კაცის, ანუ იესო ქრისტე ადამიანად მოსული ღმერთი, რამე თუ ამას მამან დაბეჭდა ღმერთმან. ანუ მე მაზისო მამის ბეჭედი, ანუ ქრისტეს რო უყურებთ, ჩვენ ხედავთ სამყაროს შემოქმედს მამას, ძეს და სულიწმინდას, ჩვენ ღმერთს ხედავთ, ვინც მე მიხილა, მამა იხილა, როცა ჩვენ ქრისტეს ვუყურებთ, როცა ჩვენ ქრისტეს ვუსმენთ, როცა ჩვენ ქრისტეს ვეხებით და ვჭამთ და ვსვავთ, ჩვენ ღმერთს ვეხებით, ღმერთი შემოდის ჩვენში. და ამ დროს ძალიან საინტერესო კითხვა, რომელსაც უსვამენ მოციქულები, რა უნდა მსმენელები და რა უნდა გავაკეთოთ? რომ ღვთისათვის, ანუ ღვთისათვის სათნო რომ ვიცხოვრო, ღმერთს რომ მოსწონდეს. ამას გამოხატავენ შემდეგი სიტყვებით. რა იყოთ, რათა ვიქმოდეთ საქმესა ღვთისასა. გადასარევი კითხვაა. პრინციპში ეს არის უმთავრესი კითხვა. რა გავაკეთოთ, რომ ღმერთის საქმე ვაკეთოთ? ღმერთისათვის სათნო იყოს, ღმერთისათვის მოსაწყონი იყოს. აი რა გავაკეთოთ? მინდა ეს გავაკეთოთ. და ნახეთ ეს დიდებული პასუხი, რომელიც თქვენ იცით. ამაზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია, მიუგო იესო და რქვა მათ. ესე არის საქმე ღვთისა,
რათა გწმენეს, რომელი იგი მან მოავლინა. ერთადერთი საქმე, რომელიც ჩვენ უნდა აღვასრულოთ, ეს არის გწამდეს იესო ქრისტე. გესმით? და დანარჩენი ყველაფერი არის მეათასე ხარისხოვანი. როცა ადამიანს ჭეშმარიტი რწმენა აქვს, აი პავლე მოციქული რო ამბობს, ვინ განმაშოროს მე სიყვარულსა ქრისტესა. და ხშირად ესე ვამბობთ ხოლმე, გეუბნებით, რომ როცა ჩვენი ცხოვრება, აი ვკითხულობთ, განსაცდელებია, სულ ომია, ბრძოლაა, ხო? როგორც ადამიანის შექმნის, გონიერი არსების შექმნისთანავე, როცა ანგელოზი შექმნა, ხო? უკვე დაიწყო ბრძოლა. გონიერმა არსებამ არჩევანი უნდა გააკეთოს ეგოიზმსა და სიყვარულს შორის, სიცოცხლესა და ესე იგი სიკვდილს შორის. ამას ნიშნავს თავისუფლება. თავისუფლება ნიშნავს, რომ შესაძლებლობა გაქვს შენ სიცოცხლეზე, შენს პიროვნულ სიყვარულზე უარი თქვა, თუ ეს შესაძლებლობა არ გაქვს. გესმის? შენ თუ არ გაქვს ბოროტების ჩადენის შესაძლებლობა, შენი თავისუფლება რაში მდგომარეობს? გესმის? თავისუფლება ის არის, რომ შენ ამის შესაძლებლობა გაქვს და როგორც კი შეიქმნა ესეთი არსება, გაჩნდა ამის შესაძლებლობა, გაცდა შესაძლებლობა, დაიწყო ომი და ბრძოლა. მე ადამიანი შეიქმნა და დაიწყო ბრძოლა, აგერ ჩვენ დავიბადენით და დაიწყო ბრძოლა, ტირილით იბადება ადამიანი, ანუ ბრძოლით იწყებს სამყოფიერებას, მოვინათლეთ, დავიწყეთ ბრძოლა. გესმის? აი ეს ბრძოლა არის, ამ ბრძოლაში ვართ ჩვენ შესულები. ეს ნიშნავს იმას, რომ არასოდეს არ იქნება ისე, რომ ჩვენ ცხოვრებაში განსასწრელი დამთავრდება. როგორც მამა ეფრემი ვატობეთის წინამძღვარი ესე მოსწრებულად ამბობს ხოლმე, ერთი დამთავრდება, მეორე დაიწყება, მეორე დამთავრდება, მესამე დაიწყება, როდემდე ბოლომდე, უკანასკნელ ამოსულ თქვამდე. ეს არის თუ ადამიანი ამაზე თვალებს დახუჭავს, ის რა ვიცი, აბა რა სირაქლემას გავს. ეს არის რეალობა, ეს არის ობიექტური მოცემულობა. და ამიტომ პავლე მოციქული რო ამბობს, ვინ განმაშოროს სიყვარულსა ქრისტესა, მას თუ მივბაძავთ და მან გითხრა რომ მობაძავთ ჩემ და იქმნეთ ვითარცა მე ქრისტესა, ეს ნიშნავს რომ ერთ ხარეს, აი სასტორის ერთ ხარეს, მთელი ჩვენი ცხოვრებისეული განსაცდელები, რომელიც ყოფილა, რომელიც არის და რომელიც უკანასკნელ ამოსულ თქვამდე იქნება, აქ დავალაგოთ და მეორე მხარეს მარტო ქრისტეა. და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ქრისტეში, როგორც ჩვენს მყუდრო ნავსაყუდელში ყოფობა. გაქცევა ქრისტეში, დამალვა ქრისტეში, თავის შეფარება ქრისტეში სულ ყოველთვის. აქ რაც არ უნდა მოხდეს, სასტორის მეორე პინაზე, რაც არ უნდა მოხდეს, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენთვის ეს რაც არ უნდა მოხდეს აქ, არ არის ზეგავლენის მომხდელი იმაზე, რაც იქ ხდება. ერთი ცხოვრება გვაქვს, ეს დროებითი და ეს ნამდვილი. და ეს დროებითი რაც არ უნდა მოხდეს, იმას არ ეხება. შეხედეთ თქვენს ქრისტიანობას ასე. თუ თქვენ განსასწრებლების ჟამს უსამართლოდ რო გექცევიან ამ დროს, ტკივილის, ავადმყოფობის, მოახლოებული გარდაცვალების და ასე შემდეგ, თავზე როცა გემხობა და ასე შემდეგ, თუ ხედავთ, რომ იქ ქრისტესთან ურთიერთობაში ხარვეზი ჩდება, ან უიმედობა, ან წუწუნი, ან დეპრესია, ან ხასიათი გეცვლება ისე, რომ ქრისტეს აღარ გავხარ და შენი მასთან ურთიერთობა შეუძლებელი ხდება. როცა შენ მოიკოჭლე თავდაბლობაში, მორჩილებაში, დიდსულოვნებაში, მიმტევებლობაში, გესმის, რა მნიშვნელობა აქვს? შენ ქრისტეზე ესე იტყვი დეკლარირებულად უარს, თუ ესე იგი ანტიქრისტიანული სულისკვეთებით აღივსები და ვეღარ გექნება მასთან ურთიერთობა. დააკვირდით თქვენ თავს. თუ ქრისტესთან ურთიერთობაში ხარვეზი ჩდება აქაური განსასწრების გამო, ესე იგი თქვენ ჯერ ქრისტიანები არ ახართ. იმიტომ რომ ქრისტიანი არის ის, ვის სიყვარულსაც ქრისტესადმი ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს, ვინ განმაშოროს მე სიყვარულსა ქრისტეს. ესეთი იყო ჩვენი პატრიარქი. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ რა არ დამართეს, ის ვერ გატეხა ვერაფერმა და მან არ დაკარგა მოყვასის და სამშობლოს და თავისი მტრების სიყვარულის უნარიც. ბოლომდე ასეთად დარჩა. შეგვეწიოს უფალი მისი ლოცვით. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. ქრისტე აღდგა.